მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემოყრებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე. ქალბატონი სოფიკო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გახლავთ. მას ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკის სტრატეგიულ ხედვებზე. მას თავისი ხედვების მიხედვით თუ ჩვენ მაგის წინა ნაშრომებსა და წინა გამოსვლებს თუ დავაკვირდებით, ბევრი რამე მას წინასწარ აქვს გათვლილი და ნათქვამი. ეს ბუნებრივია, ეს არის ნიჭიერებასთან ერთად ლოგიკით ძალიან ძლიერი უნარი, რომელიც ადამიანს გააჩნია და ლოგიკა დღეს მოგეხსენებათ ძალიან სათუთიც არის და ამავე დროს შესანიშნავ დასკვნებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა იმ კუთხით, რომ ჩვენ შევეხებით რასაკვირველია რა ხდება ახლა აღმოსავლეთში, ანუ რა ხდება ირან, ისრაელ, ამერიკის ამ დიდ, ასე ვთქვათ, კაცთა კლასში. აქ რა სიტუაცია არის დღეს და რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი საქართველო და ბუნებრივია საქართველოს ერთად რა ხდება აფხაზეთში, იმიტომ რომ ჩვენი ფორმატი ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ აფხაზეთზეც ვისაუბროთ ისე როგორც საქართველოზე ვისაუბროთ. დგავართ თუ არა ჩვენ რამე საშრობის წინაშე, იმიტომ რომ როდესაც ორი ახლი მიეჯახება ერთმანეთს, მაშინ მოგეხსენებათ კოზაკები არ არიან დაზღვეული მათი, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი გამოსავლისაგან. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ, რომ ქალბატონ სოფიკოს შეუძლია კერაძე ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე განსაკუთრებით ქალბატონ სოფიკო მოგესალმებით უკვე წყულისა, ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ გამონახეთ დრო და მობრძანეთ დღეს ჩვენთან სტუდიაში და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ ტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ასეთნაირად და ასე სჭირდება დღეს ყველა ქართველს. ყველა და არა მარტო ქართველს, ვინც საქართველოში ცხოვრობს და განსაკუთრებით ეს აფხაზებს სჭირდებათ, იმიტომ რომ მე ვიცი ერთი რამე, რომ ჩემ გადაცემებს აფხაზები ხშირად უყურებენ ხოლმე და იქიდან მე უკავშირიც მაქვს ამ გადაცემასთან დაკავშირებით და ისინი ცოტა დაინტერესებულიც არიან, რომ ჩვენი გადაცემა იყოს ყოველთვის ესეთი ხარისხიანი და იმ ურთიერთობებზე გათვლილი, რა ურთიერთობებიც არის მოსალოდნელი მომავალში ქართულ-აფხაზურ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში. მე ასეთნაირად კითხვას ასეთნაირად დავსვამდი. ყველაზე უფრო საშიში რაც დღეს ხდება, ამერიკის შეერთებული შტატები რასაკვირველია მთავარი ძალა, მაგრამ ამავე დროს ისრაელი არანაკლები ძალა, თავისი დაზვერით და თავისი, ასე ვთქვათ, სამხედრო შესაძლებლობებით. მე ერთ პატარა შედარებას გავაკეთებდი, ჩვენ გვახსოვს იუგოსლავიის კრიზისი. იუგოსლავიის კრიზისი დროსაც მაშინ ხდებოდა, რომ გარედან დაბომბები, გარედან ჩარევები, შიგნით ჯარი და ასე ვთქვათ სახმელეთო ოპერაციები ნაკლებად კეთდებოდა, მაგრამ მაშინ იუგოსლავია როგორც ასეთი ფედერაციული სახელმწიფო, რომელიც შეკვეცებული იყო ფაქტობრივად ეს მაშინდელი, ასე ვთქვათ, კომუნისტური ლიდერების მიერ, ეს სახელმწიფო დაიშალა და დაიშალა ცალ-ცალკე სახელმწიფოება და იქ ჯუჯა სახელმწიფოების გაჩნდა საშუალო და ცოტა უფრო დიდი სახელმწიფო, ეს ვიცით ყველამ ძალიან კარგად. იგივე გზით ხომ არ მივიდით დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ გარედან უტყამს, მაგრამ ამ შემთხვევაში თურმე ირანი არ ყოფილა იუგოსლავია. ჯერ ერთი ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ირანს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია აქვს და ირანი ახლა საქართველოს მიმართებაში მოდი ეს გვერდზე გადავდოთ, ეს ჩვენ ამ თემას არ შევეხებით, მაგრამ ჩვენ უნდა შევეხეთ, რომ ირანი ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ყოველთვის ომობდა, ბრძოლობდა, არა მარტო კავკასიაში, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არა მარტო ცენტრალურ კავკასიაში, ის უფრო შორსაც მიდიოდა. და რუსეთი, სპარსეთის ომი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არა რუსეთი, მოდი ეს ვთქვათ, ესეც ახლა ნუ ჩამოვართვეთ რუსოფობიაში და რუსეთიც მომხრევი იყო. მე მომხრე ვარ იმისი, ვინც ჩემს ქვეყანას და ჩემს საქართველოს ყოველთვის ხელს შეუწყობს და ჩემს საქართველოს აღიარებს და მისი მეგობარი იქნება და პარტნიორი და არა მტერი. და მე დღეს არ მინდა დავიჯერო რომ რუსეთი მტერია საქართველოსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ბევრი რამ გასარკვევი რომ გვაქვს ეს თავის ეს ცხადია, იმიტომ რომ აფხაზეთი და აფხაზებს არ მოუგიათ აფხაზეთში ჩვენთვის ომი. ჩვენ მოგვიგო რუსეთის ჯარმა
ჩრდილო კავკასიელმა ბოევიკებმა, რომელსაც ასე ვთქვათ, მწვანე შუქია უნთო მაშინ რუსეთმა და ეჩენი მოვიდნენ, ისინი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აფხაზეთის ოკუპაცია მოეხდინათ. ბუნებრივია დღეს ახლა აფხაზებმა იწამეს უკვე 33 წლის შემდეგ იწამეს, რომ ფიქრობენ, რომ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოს აჩნდებენ, თუმცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეიძლება ძალიან შორს არის. ეს ცოტა რთულია და ურთულესია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახელმწიფოებიც, რომლებიც მართლაც არსებობენ დღეს, ესეც შეიძლება მსოფლიო რუკაზე სულ მოკლე ხანში არც იყვნენ და სხვათა შორის ჩვენ პრივატულ საუბარში ქალბატონ სოფიკოსთან ერთად ვისაუბრეთ იმ თემაზეც, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს თუ თავისი გეოსტრატეგიული პარტნიორი უახლოეს მომავალში არ დაასახელა და არ მოიძია, მაშინ საქართველოსაც შეიძლება რაღაცა გარკვეული ძალიან სერიოზული პრობლემები, ასე ვთქვათ, შეექმნას. ახლა ჩვენ შორსა ვარ იმაზისაგან, რომ ჩვენ საქართველოს თავის სახელმწიფოებრიობას დაკარგავს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოს გადანაწილების პროცესი არადა არ მთავრდება. ამ დროს გამოიკვეთა სამი პოლუსი, ეს ვიცით ძალიან კარგად. და ამაზე ძალიან შესაძლებლად ისაუბრებს ქალბატონი სოფიკო. გამოიკვეთა სამი პოლუსი: ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი. ეს ბევრს არ უნდა ეს აღიაროს ქალბატონ სოფიკო თითქოს და ეს რუსეთი სუსტია, რუსეთი ეს არის ნახევარი პოლუსი და ამ შემდეგ. მე არ ამგონია რუსეთი ნახევარი პოლუსი იყოს. ახლა ერთი ძალიან მენიშნავენ, რომ რუსეთის უკვე თავისი პირველი კაცი პრეზიდენტი ასეთ სიტყვებსაც ლაპარაკობს. უკრაინა არ იყოს სახელმწიფო, უკრაინა რუსეთია, უკრაინა უნდა იყოს რუსეთი. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი ერთი სახელმწიფო უკვე მსოფლიო რუკიდან სახელმწიფო წაშლით საკითხი დგას ძალიან სერიოზულად. ძალიან სერიოზულად, ესე იგი დღესდღეობით, ესე იგი ერთი ნაბიჯითაც არ ეხევთ რუსეთი უკან და ბუნებრივია ახლა დღეს უკვე ამერიკას უკრაინითვით არ ცალიან, ის დახმარებით არ ცალიან, და თვითონ ჩაება ისეთ ომში, იქ საიდანაც გამოსვლა, მე მგონი ავღანეთზე უარესია, ხო? ირანია 90 მილიონზე მეტია, ხოლო მაგ ავღანეთი იყო 20, 30, 28, 30 მილიონი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ სამჯერ უფრო ნაკლებ ქვეყანას ომი ვერ მოუგო და მე ბოლოს ყველაფერი იარაღი და რაც ჰქონდათ მათ თავიანთი ლოჯისტიკა ყველაფერი შეატოვეს და წამოვიდნენ და ისევ ის ხალხი მოვიდა, ისევ ის ტერორისტები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და დღესაც რა ხდება ეს მე მგონი ეს რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ქალბატონ სოფიკო, ჩემი კითხვა იქნება ასეთი. ამერიკა, ისრაელი სამკუთხედი, ირანი, ომი, რომელსაც სხვათა შორის ძალიან დიდი, ყველას ეგონა რომ ეს ომი იქნებოდა ძალიან ადვილი, სწრაფი და დააჩოქებდნენ ირანს. ირან მთელი თავისი სულიერი ლიდერიდან დაწყებული ყველა ვისაც ამე ეკითხებოდა სახელმწიფო სტრუქტურები იქნება ეს თუ სამხედრო ხელმძღვანელობა ყველა აბსოლუტურად ამოხოცილია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ისევ და ისევ თავისი ასე ვთქვათ ბალისტიკური რაკეტები, ისევ თავისი დრონებით, ისე იგი თვითონ ჰაერიდან უტევს ამ ქვეყნებს და თქვენ წარმოიდგინეთ რომ სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებია, იქ ყველგან უკვე ძალიან სერიოზული ომი გამოუცხადა ირანმა. რა ელოდება საქართველოს ამ ომიდან და საქართველოსთან ერთად მე გადავიხედოთ ისევ აფხაზეთისკენ, იმიტომ რომ აფხაზეთში ახლა ისეც მინდა რომ დავამატო ქალბატონ სოფიკო, რომ რამდენიმე დრონი შემოფრინდა შემთხვევით უკრაინიდან და აი ისეთი პანიკა ატეხეს იქით თელის გამოაცხადა, განგაში გამოაცხადა, სოჩაში და ახლა არის ასეთი ისე თქვენ წარმოიდგინეთ რამდენიმე დრონის სიმან თუ არა, იქ რომ ახლა საქართველოს რომ მოინდომოს და იქ რომ დრონების ესკადრილიები გაუშვათ, მაშინ თათ სულ სხვა რაღაცა, სულ სხვა ასე ვთქვათ კატასტროფის წინაშე დადგება ეს რეგიონი. როგორ ფიქრობთ თქვენ? აი ირანი, საქართველო, რა ხდება აზერბაიჯანთან? ირანი არის სახელმწიფო დამნაშავე თუ ვინ არის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება და მით უმეტეს დრონების გაშვება შემთხვევით არ ხდება დღევანდელ ტექნოლოგიების პირობებში და ეს ტექნოლოგიები ირანს გააჩნია. ბატონო მურმან მოწვევისთვის მე პირველად ვარ თქვენ საავტორო პატიცემაში სტუმრად და კეთილი იყოს ჩემი ფეხით. ძალიან საინტერესო ექსკურსი წარმოგვიდგინეთ და აბსოლუტურად სწორად ახსენეთ იუგოსლავია, ვიდრე
უშუალოდ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს შევეხებოდეთ, მაინც 2-20 სიტყვით, რადგანაც მე თქვენთან პირველად ვარ სტუმრად, შევეხოთ 90-იან წლებსაც და იმ გლობალურ გეოპოლიტიკურ სურათს, რაც მაშინ განვითარდა, იმიტომ რომ დღევანდელი გადმოსახედიდან 30 წელი გავიდა უკვე ვთქვათ, ხო, დღევანდელი გადმოსახედიდან სულ სხვაგვარად ჩანს ის პროცესები, რაც განვითარდა 90-იან წლებში და იმ გამოცდილების გააზრებისგან, რაც ჩვენ რა გამოცდილებაც მივიღეთ აი ამ ბოლო 30-იანი წლის მანძილზე, აი ამ ნეოკოლონიალური, პოსტმოდერნისტული, ნეოლიბერალური რეჟიმში მყოფობის დროს. 90-იან წლებში რეალურად რა მოხდა ძალის ერთი ცენტრის დეკონსტრუქცია, ანუ საბჭოთა კავშირის რღვევა, ეს იყო გლობალური ძალის ცენტრი, ორ პოლუსიანი. და დიდი შეცდომაც იყო ეს, მე ასე ვფიქრობ. ეს ისტორიული ლოგიკითაც იყო ეს განპირობებული, ვთქვათ, ხომ? ანუ ეს იყო ორ პოლუსიანი სამყაროს არსებობის შემთხვევაში, ესე იგი, აი ამ დიდი გლობალური ძალის ცენტრის დეკონსტრუქცია და ამ ძალის ცენტრში შემავალი სხვადასხვა სახელმწიფოებს ჰქონდათ იმის ილუზია, რომ ეს სახელმწიფოები რეალურად მოიპოვებდნენ დამოუკიდებლობას და აღიჭურვებოდნენ სუვერენული სახელმწიფოსთვის აუცილებელი გეოპოლიტიკური პარამეტრებით. მაგრამ ეს ცდარი შეხედულება იყო. მოხდა ის, რომ მოხდა ძალის ერთი ცენტრის დეკონსტრუქცია და ძალის ახალი ცენტრი ანგლოსაქსური სამყაროს ეგიდით და თავოსნობით, რომელმაც დაამყარა თავისი სტრატეგიული უპირატესობა საბჭოთა კავშირის სივრცეზე და ამ სივრცეში შემოვალ სახელმწიფოებზე, ფაქტიურად ჩვენ მთლიანად მოვექცეთ აი ამ მეორე ძალის გავლენის და შეიძლება ითქვას სისტემის ქვეშ. და დღევანდელი გადმოსახედიდან აი წმინდა პრაგმატული გათვლით, პარამეტრებით რომ შევადაროთ, თქვათ, ხო, ჩვენი თქვათ სუვერენიტეტი, პარამეტრები, დემოგრაფია, ეკონომიკა, სამეცნიერო სექტორის განვითარება, მძლავრი ინდუსტრია, ასევე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, თქვათ, ხო, აი რო შევადაროთ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი პარამეტრები და სტატუსი და დღევანდელ დღეს, თქვათ, ხო, დამერწმუნდა და ეს ანალიზი გაკეთებულია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მე და ჩემს კოლეგებს, ხო? ძალიან დიდი შეუსაბამობა არის და ის რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღეს პირობით ხასიათს ატარებს და ის რომ ჩვენ აი 2022 წლიდან არჩევებით რა აი ამ დიდ გლობალურ ჯახში ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ დისტანცირებას აი ამ ნეოლიბერალური პარადიგმიდან და ნეოლიბერალური სისტემიდან, ხო? ესეც თალსახა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფო შენების გზაზე და ამ მაშინ კონსტრუქციაში რა თქმა უნდა მშვიდობის შენარჩუნება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის უმთავრესი ატრიბუტი. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ იუგოსლავია, რომ 1993 წელს ბელგრადის დაბომბვა და ის მოვლენები, რაც შემდგომში გამოიწვია იუგოსლავიის ფრაგმენტაცია, მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ ათვლის წერტილად, როდესაც ანგლოსაქსებმა დაიწყეს თავიანთი გავლენის უაღრესად გაფართოება სამხედრო სტრატეგიული კუთხით და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რაზეც ძალიან ცნობილი პოლიტოლოგი და პოლიტოლოგიაში შეტევითი რეალიზმის მიმართულების ფუძემდებელი ჯონ მერშაიმერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 1994 წელს ნატოს გაფართოების შესახებ და რომ ეს იყო ძველი სტრატეგიის 150 წლის წინ დაწერილი სტრატეგიის ერთგვარი გაცოცხლება, რაც გულისხმობდა რუსეთის ესე იგი ანაკონდას მარყუში მოქცევის სტრატეგიას, რომელიც ჰელმუტ მაკინდერის დროიდან მოდის და ეს არის ანგლოსაქსების შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მთავარი ღერძული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რუსეთი როგორც სახელმწიფო ევრაზიის კონტინენტზე არ უნდა წარმოადგენდეს გლობალურ მოთამაშეს, არ უნდა წარმოადგენდეს ძალის ცენტრს და რომ ევრაზიის კონტინენტზე მათი დომინაციისთვის, იმისთვის რომ ანგლოსაქსებმა, ასე ვთქვათ, მოიპოვონ უპირატესობა, სტრატეგიული უპირატესობა და დაამყარონ თავიანთი ჰეგემონია ევრაზიის კონტინენტზე, ამისთვის აუცილებელია რუსეთის დაშლა.
ფრაგმენტაცია და ის რომ რუსეთის გეოპოლიტიკური სტატუსის დაქვეითება მოხდეს. რეალურად აი რაც იყო თავარი სლოგანი აი ამ ომის უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის ხო რომ რუსეთს უნდა მივაყენოთ სტრატეგიული მარცხი. ეს იყო ესეთი რეალური შეფუთული, ესე იგი წარდგენდა მათი მთავარი მიზნის, რასაც წარმოადგენდა რუსეთის დაშლა ფრაგმენტაცია. იმისთვის რომ სწორედ რუსეთი აღარ ყოფილიყო სოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთი მოთამაშე. და ნუ შემდეგი რა თქმა უნდა მიზნები იყო ის ისე პირიქით ხომ არ გამოვიდა ქალბატონ სოფიო. ჯერჯერობით აი დავაკვირდა ანუ რესურსებზე წვდომა, ლოჯისტიკურ ხაზებზე წვდომა და გარდა ამისა მთავარი გახლავთ ის რომ ევრაზიის კონტინენტის მთავარ მოთამაშეებს ძალის დღევანდელი მდგომარეობით ძალის ერთ-ერთ ცენტრს სამი მოთამაშედან ერთ-ერთ ცენტრ ჩინეთს ასევე რეგიონალურ მოთამაშეებს როგორც არის ირანი, თუნდაც არაბული ქვეყნები ვთქვათ, ხო? მათ ძალიან კარგად ესმით, რომ რუსეთის დაშლა ფრაგმენტაციის შემთხვევაში მხოლოდ დროის საკითხია შემდეგ მათი სახელმწიფოების ასევე გეოპოლიტიკური სტატუსების დაქვეითება და მათი გადასვლა ანგლოსაქსების დომინაციის ქვეშ. ამიტომ ის რაც ხდება ახლა ევრაზიის კონტინენტზე, მე ამის შესახებ საუბრობდი 2023 წელს, 2024 წელს ჩემი წერილები გამოქვეყნებულია. ძალიან საინტერესოა თქვენი წინამძღოლი. სტრატეგიული პარტნიორობის ორი სამკუთხედი 2024 წლის წერილი გახლავთ ჩემი სტრატეგიული პარტნიორობის ორი სამკუთხედი ევრაზიის კონტინენტზე ეს გახლავთ რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და მეორე სამკუთხედი უკაცრავად რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ ჩრდილოეთ კორეა და მეორე სამკუთხედი რუსეთი, ჩინეთი, ირანი. და აი ეს ორი სამკუთხედი გეოპოლიტიკური. ისე ორივე სამკუთხედში რუსეთი და ჩინეთი. რა თქმა უნდა, ანუ ერთი ზედა მიმართულება ჩრდილოეთ კორეა და ქვედა მიმართულება ირანი, ხო? და მათი სამხედრო სტრატეგიული უკვე ამის შემდეგ მერე მოხდა უკვე გაფორმება სტრატეგიული ხელშეკრულებების და ნუ აღარ ვსაუბრობ უკვე მილიარდიან მეგაპროექტებზე ეს გეოეკონომიკური თუ ლოჯისტიკური ხაზები თუ ბირთვულ იმაში ენერგეტიკაში თანამშრომლობა თუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ერთობლივად გამართული გამართვის შესაძლებლობები განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, რუსეთთან მიმართებით ხო ამაზე უკვე აღარ ვსაუბრობ და მე მაშინ წერდი რომ აი ეს ორი დიდი სამკუთხედი აუცილებლად გადამწყვეტ გავლენას იქონიებს მომავალში ევრაზიის კონტინენტზე განვითარებულ მოვლენებზე განსაკუთრებით სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთში და უშუალოდ ირანთან მიმართებით წერდი 2023 წელს, როდესაც მოხდა 7 ოქტომბერს აი ცნობილი შეტევა ჰეზბოლას მხრიდან ისრაელზე. მე იმ დღეს მქონდა ეთერი ალტინფოს სტუდიაში და მე მაშინ ვთქვი, რომ გამორიცხულია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც მიმდინარეობს გლობალური ჯახი მსოფლიოს ძალის ცენტრებს შორის, რომ ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ არეალში, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთი და კერძოდ ისრაელი და ისეთი ესქატოლოგიური ქვეტექსტების მქონე არეალში, როგორიც არის ისრაელი, თქვათ ხო, რომ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ეს ფრაგმენტულად გავიხილოთ როგორც ჰეზბოლას და ისრაელის რა ქვია, დაპირისპირება, რომ რა თქმა უნდა ეს არის გლობალური ჯახის შემადგენელი ფრაგმენტი და მეორე დღესვე უკვე ბრიტანული სამხედრო ხომალდი გამოჩნდა ისრაელის ნაპირებთან. ანუ ზოგადად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, ისე სოლიდარობის ნიშნად. ხო, ანუ გლობალური გეოპოლიტიკის ლოგიკიდან გამომდინარე, ის რაც ხდება სოფლიოში და განსაკუთრებით ევრაზიის კონტინენტზე მთავარ გეოსტრატეგიულ არეალებზე, ყოველ აი ამგვარ დაპირისპირებას აქვს გლობალური კონტექსტი. ანუ აქ ხდება ამის შესახებაც მე წერდი, აქ ხდება სხვადასხვა ფრაგმენტების და სხვადასხვა გეოსტრატეგიული არეალების გააქტიურება გლობალური დიდი ჯახის წინ, რომელიც 2027 წლიდან გააქტიურდება და შევამწვავე ფაზაში, რომელიც ჩვენ გველის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთ სტრატეგიაში, ბოლო სტრატეგიაშიც და მანამდე თქვა ფრაგმენტულად აი ლოიდ ოსტინის უსაფრთხოების დოქტრინა, თქვათ ხო, იგივე სხვადასხვა სტატიები, თქვათ რომ
ჩვენ გადავხედოთ მოყოლებული 2018 წლიდან, სხვა შორის იმ დროიდან, როდესაც ირანის ბირთვული შეთანხმებებიდან გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები, იქ პირველ მტრად, ანუ სისტემურ მტრად, სტრატეგიულ მტრად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ მტრად დასახელებულია ჩინეთი. ხოლო აი ყისიერი რეაგირების, ასე ვთქვათ, ობიექტად დასახელებულია. ეს ხოთაშორის ჩინეთის ფაქტორიც ხომ არ მუშაობს ახლა ირანთან. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მე რაც ვახსენია ეს სამკუთხედი, ხო? დღევანდელ დღეს რუსეთი, ჩინეთი, ირანის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან, როგორ გითხრათ, ესენი შეიძლება ითქვას, რომ არიან მოგერიების რეჟიმში. ანუ რეალურად ის რაც ირანის ტერიტორიაზე ხდებოდა, რაც დაიწყო შარშან 2025 წლის 13 ივნისის ღამეს, ხო, ირანზე თავდასხმით ისრაელი როცა დაესხა ირანს და შემდეგი დღეების განმავლობაში მე ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთო. რეალურად აი ეს ჯახი, რასაც ვხედავთ ჩვენ და საომარ მოქმედებებს და ძალიან მწვავე ფაზაში შესვლას ახლო აღმოსავლეთისწლიანი რეგიონის, ეს გახლავთ ამბავი იმისა, თუ დაუთმობენ თუ არა ევრაზიის კონტინენტის ძალის ცენტრები, რუსეთი და ჩინეთი და რეგიონალური მოთამაშე ირანი, აი ეს მთავარი მოთამაშეები დაუთმობენ თუ არა ევრაზიის კონტინენტს ატლანტისტებს, ანგლოსაქსებს. ანუ რეალურად ბრძოლა ევრაზიის კონტინენტზე ჰეგემონიის დამყარებისთვის და დომინაციისთვის. და ეს მათ ყველა სტრატეგიაში არის გაწერილი, რომ მათთვის მთავარია აი რღვევის ზოლები, მთავარი გეოსტრატეგიული არეები, როგორიც არის თქვათ, აი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მიმდებარე არეალები სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია და პირველი ხაზის მნიშვნელობის არის, თქვათ, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, უკრაინის ტერიტორია, რაც ინტერმარიუმი შავი ზღვიდან ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, აი ეს ინტერმარიუმი, ანუ ზღვათა შორისი ლათინურად ინტერმარიუმი, ხო? აი ეს სარტყელი, ანუ სამხრეთის სარტყელი რუსეთის ფედერაციის ირგვლივ, რომელიც ასევე ემიჯნება სტრატეგიულ არეალებს და გეოპოლიტიკური დაფარვის ზონას ჩინეთის და ირანის ყოდა. ახლა თქვენ ძალიან სიღრმეებში შეხვედით, ძალიან სიღრმეებში. რომ სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი, დასავლეთის სტრატეგიებში განიხილება როგორც ერთიანი ბლოკი. მე ამას რატო ამბობ? იმიტომ რომ აი ზოგსახის ძილიზეა, ვიცი რა არის სადღაც ირანში რაღაცა ხდება და აი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეს არ შეეხება. ამ დროს ეს ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცეა და როგორც მოგახსენებთ, დასავლეთის სტრატეგიებში ეს ანუ მათი ფართო სტრატეგიები არის ფართო რეგიონის მიმართ და მათ აქვთ თავიანთი დასაყრდენი პროქსი ძალები, თქვათ, ისტორიულად, თქვათ, სამხრეთ კავკასია წინა აზიის მიმართულებით ეს არის თურქეთი, აღმოსავლეთში ეს არის არაბული სამყარო და სპარსეთის ყურის მონარქიები, მაგრამ იმის დამიხედვით თუ როგორ მწვავდება, თქვათ, სიტუაცია და იმის დამიხედვით რეგიონში რომელი ძალები გამოდიან ავანგარდში, ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ მათ ისტორიულ და სტრატეგიულ პარტნიორობასაც ხშირად წყალი უდგება, როგორცაც ვხედავთ ხა თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პერიოდულად გამწვავება ურთიერთობის, აი ვიდრე ერდოღანი მოვიდოდა მაგალითად 2023 წელს ხელმეორედ პრეზიდენტად, ჩვენ გვახსოვს უკიდურესად მწვავე განცხადებები, რომ ამერიკელები იმპერიალისტები და თქვენ გაბაძებთ რეგიონები და ასევე სპარსეთის საუდის არაბეთის პრინცის თქვათ დაპირისპირება ძალიან მკვეთრი ამერიკის შეერთებულ შტატებად, მაგრამ ეს მაინც ფრაგმენტული ისინია გლობალურ გეოპოლიტიკაში ეს ძალები მაინც მოიაზრებიან როგორც დასავლეთის ფორპოსტები, თქვათ აი ამ რეგიონში. დასავლეთის არა, მაგრამ ჩვენთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია აი ამის გააზრება, რომ გლობალური დასავლეთისთვის, კოლექტიური დასავლეთისთვის, აი როგორც უფრო აკადემიურად სწორი იქნება ატლანტისტები, თქვათ, ხო? სად არის აქ საქართველოს ადგილი? ხო, ანუ მათთვის, აი მაგ კითხვაზე გცემთ პასუხს, მათთვის მთავარია ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა, მათთვის მთავარია ის, რომ ჩვენ ვიყოთ მაგათი დასაყრდენი პლაცდარმი მათი სტრატეგიების უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის რეგიონში. სხვა ფუნქცია ჩვენ მათთვის არ გვაქვს.
და როდესაც საუბრობ რომ მაგრამ რა ინტერესს ხედავთ თქვენ ამაში? რაღაც ვერ ხედავ მე რომ დასავლეთით საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი ჩენდეთ გეითხრობთ. როგორ არ არის ინტერესი, უბრალოდ ჩვენ არ ავყევით მათ თორე ცეცხლოვანი რკალის, რასაც ქვია რუსეთის სამხრეთ პერიმეტრზე, რაც თქვი მე ინტერმარიუმი, სამხრეთ-კავკასიაში, შუა აზია, ეს არის როგორც გითხარით, მაკინდერიდან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან მომდინარე ეს ერთიანი სტრატეგია ანგლოსაქსების, რუსეთის და ზოგადად ევრაზიის კონტინენტის მთავარი მოთამაშეების მიმართ, მთავარი მოთამაშეების იმას გულისხმობ, რომ ანგლოსაქსებს საერთოდ მათ გეგმებში არ შედის, რომ ევრაზიის კონტინენტზე საერთოდ რაიმე სახის ძალის ცენტრი არსებობს. ეს იქნება რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, თქვათ იქეთ, თუ ირანი, თუ ნებისმიერი სახელმწიფო, ზოგადად მათი მიდგომები ესეთია, რომ ძლავრი რეგიონალური ცენტრები უნდა დაიშალოს. არც რუსეთის, არც ჩინეთის გაძლიერება და მით უმეტეს გეოპოლიტიკურ ცენტრად გადაქცევა მათ არ აწყობთ, მაგრამ მათ მიიღეს ეს მოცემულობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ ერთპიროვნული გამგებლები სოფლიოსი 90-იანი წლებიდან მოყოლებული და იყო ერთპოლუსიანი სამყარო, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ იყო ყველა ბერკეტი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ყველა იდეოლოგია, ყველა ბერკეტი ხელთ ჰქონდათ, მათ ეს სიტუაცია ვერ შეინარჩუნეს და არათუ ვერ შეინარჩუნეს, თქვათ, ხო? რუსეთის დაშლა, ფრაგმენტაციის ნაცვლად მათ მიიღეს პირიქით უფრო გაზრდილი გეოპოლიტიკური სტატუსის კუთხით და გეოპოლიტიკური პარამეტრების კუთხით კიდევ უფრო გაზრდილი ძალის ცენტრი და რაც მათთვის ყველაზე მტკივნეულია რუსეთის კავშირი ჩინეთთან, რუსეთის კავშირი ირანთან და აი ძალიან მძლავრი ესე იგი მოთამაშეების გამოსვლა ევრაზიის კონტინენტზე. ეს მათთვის არის ესე იგი ძალიან დიდი ასე ვთქვათ საფრთხე და ძალიან დიდი მარცხიც გეოპოლიტიკური. აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ამერიკელები ეხლა ცდილობენ როგორ გითხრათ რა მშვენივრად იციან რომ ძალთა ბალანსი რაც არის დღეს თუნდაც სამხედრო და იდეოლოგიური კუთხით რომ აი ესე დამარცხება რუსეთის და ჩინეთის მაგრამ მათ ჩემი აზრი აქვთ აი ის მიზანი რომ ინერცია მაინც დააგდებინო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ისინი აქვს მათ საერთოდ სტრატეგიები, რომ თუ რუსეთს შეითრევენ, ჩინეთს, ირანს, აი გრძელვადიან, აი მომხანცვლელ, დამღლელ, გამომფიტავ ომში იქნება მუდმივი ქაოსი, ეს გამოიწვევს შიდა დესტაბილიზაციას, გამოიწვევს დეზინტეგრაციულ პროცესებს გამომდინარე რომ ეს სახელმწიფოები არის მრავალეთნიკური სახელმწიფოები, ხო ძალიან ჭრელია ეთნიკური რუკა რუსეთის, ჩინეთის და ირანის თქვათ ხო, რომ გამოიწვევს ასე თქვათ დეზინტეგრაციულ პროცესებს, ეკონომიკური კავშირების ჩაშლას და ასე, მაგრამ მათი ეს პროგნოზი არ მართლდება და პირიქით ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან კავშირდებიან, ჩვენ ამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს, შეიძლება ეს ყველაფერი ხელის გულზე არ დევს, მაგრამ აი ჯოსად ამაზე ხალბატონო სოფიკო მე ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ თქვენ ძალიან ისეთ სიღრმეებში მიდიხართ მართლა ძალიან საცემონოა ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი ახსნა იმ პროცესების რაც დღეს ხდება მაგრამ მე ერთი რამე მინდა აი ჩაგეკითხო ზუსტად ამ თქვენს ნათქვამთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ჩინეთის და რუსეთის ინტერესები იგივე ირანის მიმართ ძალიან დიდია. მე ერთი შემიძლია დავასახელო ასეთი ციფრი რომ ჩინეთის ნავთობპროდუქტების ანუ ენერგომატარებლების მოხმარების 20%-ს აკმაყოფილებდა ირანი. დღეს ვიცით რაც ხდება და ის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით და რაც ხდება და როგორ ხდება ისე იგი ჩინეთისთვის ეს ეკონომიკურად ძალიან ძლიერი დარტყმა და მეორე კიდევ ბოლომდე მინდა რომ კითხვა დავამთავრებო ხალბატონო სოფიკო და მეორე კიდევ რუსეთი ახლა თავის ომში რომელსაც ის უკრაინასთან აწარმოებდა აი ეს ომში არც მოგებულია ვინმე და არც წაგებული ჯერჯერობით ჩვენ ვერ გავიგეთ ეს ომი საერთოდ რა ომია და რატომ ხდება ეს თუმცა აცხადებენ რუსეთში რომ ეს არის უკრაინა არ არსებობდა უკრაინა რუსეთია და ის უნდა იყოს აუცილებლად რუსეთის შემადგენლობაში მაგრამ ამ შემთხვევაში ირანსა და რუსეთს შორის კიდევ სამხედრო ასე ვთქვათ ურთიერთობები არსებობს და ჩვენ ვიცით რომ სამხედრო კოოპერაცია მათ შორის ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული ესე იგი აქ რა გამოდის ახლა ამერიკა შეერთებული შტატები და ისრაელი რომ დაეჯახა ირანს ეს იმას ნიშნავს რომ ისინი
ესე იგი მეორე მხრით, ანუ ქვეცნობიერად კი არა, უკვე რეალურად იცინი მეორე მხარეზე ჯახებიან ჩინეთს და რუსეთს. აი როგორ ფიქრობთ თქვენ ამ შემთხვევაში დღეისდღეობით არ ჩან ჩინეთის და რუსეთის ფაქტორი ძალიან გამოკვეთილად. აი საითმით იცეს და რუსეთის და ჩინეთის ფაქტორს როგორ ხედავთ თქვენ, იმიტომ რომ ეს ომი მალე რო არ დამთავრდება ცხადია, ხო? ირანს იმდენი თურმე მიწის ქვეშა ნაგებობები ქონია და იქ ყველა თავისი ბალისტიკური რაკეტები განთავსებული, თუმცა იმას ვერავით არის ბომბი და ვერავით არის ბევრი 1979 წლის ისლამური ცნობილი რევოლუციის შემდეგ, როგორც თავად ერთ-ერთი რადერიანის ამბობს მიმოხილვასება ჩვენ ვთხრით და არ გავჩერდით. დიახ, თურმე ვერავინ ვერაფერს ვერ იძამთ, თურმე. წარმოადგენს ესეთი პლატოს, თქვათ, ხო, ციხესიმაგრეს ყოველი მხრიდან მთებით გარშემოტყმულს და ბუნებაც უწყობს. დიახ, და ამისი სახმელეთო ოპერაციის წარმოება თავად როგორც აი ცნობილი აი მაგალითად მაგრეგორი და სხვები ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ ირაყიც კი ძალიან გაგვიჭირდა და 9 მილიონი, თითქმის 9 მილიონი ჯარისკაცი იყო მაშინ მობილიზებული, ძალიან გაგვიჭირდა და ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ფაქტიურად წარმოუდგენელია ირანის სახმელეთო ოპერაციაში მოპოვება. 800,000 შეარაღებული ჯარისკაცი ყავს რეზერვის გარეშე. მით უმეტეს ხედავთ, რომ ხამენეის სიკვდილის უმაღლესი რახბარის სიკვდილის შემდეგ როგორი კონსოლიდაცია მოხდა. გარდა ამისა, იქ არის თვითონ ირანის სახელმწიფო სტრუქტურა, ეს არის თეოკრატიული სახელმწიფო და იქ აი სასულიერო ფენას უმაღლესი გავლენა აქვს, მაგრამ ეს სასულიერო ფენა სწორედ აი როგორც ჩანს თვითონ ირანელი ხალხის ეთნოფსიქიკის და მათი კულტურის, ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებით ეს ფაქტურად ერთიანი სისტემაა. ესე რომ არ ყოფილიყო, ეხლა მე რამდენი შეტევას ხორციელდება ირანის წინააღმდეგ და მთელი აგენტურა და დასავლეთის მოსადის ყველანაირად ცდილობენ ირანის შიგნიდან დესტაბილიზაციას და დეზინტეგრაციული პროცესებს, მაგრამ არ გამოდის. ეს ნიშნავს, რომ იქ სოციალური სტრუქტურა ძალიან მყარია, ასევე მინდა აი ჩვენი მსმენელისთვის რომ ცხადი გახდეს თუ რას წარმოადგენს ირანი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ირანი 1979 წლიდან არის ძალიან მძლავრი სანქციების ქვეშ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ თვითკმარი სახელმწიფოა იმ კუთხით, რომ ძალიან განვითარებული მძიმე მრეწველობა აქვს. და მე როდესაც დავიწყე ამ საკითხის კვლევა, გაკვირვებული აღმოჩნდი, როდესაც ეს მონაცემებია, ეს ოფიციალური, ეს საერთაშორისო სამეცნიერო ესენი ხო არის რეიტინგები, არა? ირანის სამეცნიერო სექტორის და აი განსაკუთრებით აი მაღალი მეების, თქვათ, რაც არის ინტერესის სფერო, თქვათ, ხო? სამეცნიერო სექტორის განვითარების კუთხით ირანი არის მსოფლიოს 10-ში და ნანოტექნოლოგიების განვითარების კუთხით ირანი არის მსოფლიოს 5-ში. და 70% განსაკუთრებით აი საბუნებისმეტყველო ჰუმანიტარული მიმართულებით 70% ქალები არიან სამეცნიერო სექტორში დაკავებულები. ასე რომ ის მიცით აი ძალიან სპეციფიური ქვეყანაა, თქვათ, ხო? ანუ თეოკრატიული ქვეყანა გახდა. ეს უშლის ეს თეოკრატიულობა ძირითადად ესე იგი იქ სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა ხდება აი ამ სასულიერო პირების მიმართ, მაგრამ იმის ქვეშ დემოკრატიული ინსტიტუტები საკმაოდ გამართულია. აქ მაგალითად ებრაელებს აქვთ ყველაზე დიდი ლობი და ყველაზე დიდი კვოტა მასში პარლამენტში. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთი ცალსახა და ესეთი ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ძალიან სპეციფიური საკითხია და მე როდესაც ვსწავლობდი, ახლა მე პირველი ჩემი პროფესია გახლავთ ხელოვნებაცოდნე გახლავთ და ჩვენ ვსწავლობდით ცივილიზაციურ, არა ხელოვნების ისტორიას, იმ ცივილიზაციურ პროცესებს და ცივილიზაციური ფორმატქვანდობის სისტემების შინაარსს და ჩვენი კათედრა ეკუთვნოდა ისტორიის ფაკულტეტს და ჩვენ როგორც ისტორიკოსები ისე გავდიოდით ისტორიას და მათ შორის აღმოსავლეთის ისტორია განსაკუთრებით ინტერესის სფერო იყო და საკმაოდ დიდარი ბიბლიოთეკა მაქვს და ანუ შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ჭრილში რასაც წარმოადგენდა ირანი, თქვათ, ხო? ის რომ ნებისმიერი ფრაგმენტაციის შემდეგ ირანი ფენიქსივით ისევ აღდგებოდა ხოლმე როგორც იმპერია,
როგორც ჩანს ეს ეთნოფსიქიკის მთავარი მდგენელები და ცივილიზაციური ფაქტორები დღესაც მოქმედებს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანია ეთნიკური შემადგენლობით ირანი, ხო? აზერბაიჯანელები, ქურთები, ბელუჯები, ისინი რა ქვია, ლულები, მაზანდანარი, რა ვიცი მე ძალიან არაბები, თურქესტანი, ძალიან ესე იგი ეს არის და მათ შორის კიდე მრავალი ისეთი ლოკალური ეთნიკური ისინი ჯგუფები, ხო? მიუხედავად ამისა, არსებობს ერთგვარი რაღაცა ცივილიზაციური ცენტრის რელიგია მაინც აერთიანებს ამათგან. შიიზმის, რა თქმა უნდა, შიიზმის ფაქტორი და აი ძველი სპარსული კულტურის, პრეისლამური კულტურის, ასევე ძალიან ძლავრი კულტურული კოდიც მე ვფიქრობ, რომ მოქმედებს, აი თამაშობს თავის როლს. სხვაგვარად აუხსნელია, რომ ესე იგი ფაქტურად როგორ გითხრათ, ეკონომიკის და რაღაც დასავლური გეოპოლიტიკის პარადიგმები ფაქტია, რომ ირანზე არ მოქმედებს და ესეც გარკვეულ კანონზომიერებას წარმოადგენს, რადგანაც აი ძველი წერილობითი კულტურის მქონე ერები და ძველი იმპერიული წარსულის მქონე ერები, თქვა ხო განსაკუთრებით წერილობით კულტურაზე გავაკეთებთ იმ აქცენტს, ძალიან ძნელად ექვემდებარებიან სწორედ აი ამ ნეოლიბერალური სისტემის, აი ამ სოციალური ინჟინერიის, აი ამ სხვადასხვა პროექტებს და ძნელად ექვემდებარებიან მათ იდეოლოგიებს და ანუ რიანი ძალიან ესე იგი ფაქიზი სიღრმისეული კულტურაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დრამატული და ესეთი ისტორია გვაქვს ირანთან, ხო? მე ვფიქრობ, რომ ქართველების ჩვენი უპირატესობა სწორედ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტრებით ვიყავით გარშემოტყმული და ყველა ჩვენს მეზობელს უნდა და ჩვენი დაპყრობა, ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რომ ვინც ფლობს ამ კავკასიის, გულზის მთლიანად რეგიონს აკონტროლებს და ეს ბუნებრივია, ყველას უნდა და ჩვენი დაპყრობა, ანუ ჩვენი სიძულვილი ბრძოლის ველის იქით არ მიდიოდა. მაგალითად თეიმურას პირველი ამისი ბრწყინვალე მაგალითია ქედევან წამებულის რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მეფე მსოფლიოს ისტორიაში, ხო, მისი შვილები, ქეთევანი ვთქვათ, ხო და დევნილ სპარსეთში აღმოხდა. სული ხო ის მუდმივად ძალიან ისა თარგმანები გაკეთებული სპარსული ლიტერატურიდან და ეს სპარსული ენის ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ სპარსული ენის და სპარსული კულტურისადმი არაერთი ანუ სიძულვილი ვთქვათ არ გადაზრდილა და ეს მტრობა არ გადაზრდილა თვითონ კულტურის და ცივილიზაციის წინააღმდეგ, რაზეც ჩვენს დღევანდელ ლიბერალებზე ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ მათი სიძულვილი და როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა საქართველოს მდგომარეობა მაინტერესებს მე ახლა საქართველოს მე დავწერე კიდევაც აი ფორმულირება მოკლედ ასეთია, რომ სამხრეთ კავკასიის მე რასაც ვამბობ, ეს არის მოცემულობა. მოცემულობა გვაინტერესებს. ეს არის ძალის პარადიგმა. ჩვენ ვართ ძალის პარადიგმის ცივილიზაციაში. როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სტატუსს განსაცვლავს ძალა, რაოდენ დიდი ძალა აქვს მას და შემდეგ მოდის გეოპოლიტიკური დიპლომატია უკანა მხარეს არის. ტერიტორია, ეკონომიკა, დემოგრაფია და ასე შემდეგ, მაგრამ ძალის ცივილიზაციაში მთავარი ფაქტორი არის ძალა. ამიტომაც არის, რომ შექმნა რა რუსებმა ჰიპერბგერა, ის ფაქტურად გაუთანასწორდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და რეალურად სუპერ სახელმწიფოს წარმოადგენს დღევანდელ დღეს, ხო? აქედან გამომდინარე გეოპოლიტიკის ფუნდამენტური მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოცემულობა რაც არის ის, რომ სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი ეს არის ერთიანი გეოსტრატეგიული ბლოკი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, თქვათ, ხო? აუცილებლად პირდაპირ თუ ირიბად ახდენს გავლენას, ოშხოში დასავლეთის სტრატეგიული ხედვით, ჩვენ მათი მის არეალში ვართ ახლა თვალთახედვის არეალში და განსაკუთრებული ინტერესის არეალში მოქცეული, ესე იგი ყველაფერი უშუალოდ მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში, რომ ეს არის ერთიანი ბლოკი, სადაც პოლიტიკა, გეოსტრატეგია, ეკონომიკა, ლოჯისტიკური ხაზები, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაწნეხილი და ეს კიდევ უფრო დიდი გეოსტრატეგიული ბლოკის ნაწილია, რადგან ქვია სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია. ანუ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მე ვწერდი ჯერ კიდევ 2023-ში რომ ირანის დესტრუქციის შემთხვევაში დესტრუქციის ტალღები სამხრეთ კავკასიამდე ძალიან მალე მოაღწევს, რომ გაქრება ბევრი სახელმწიფო და მოისინჯება ახალი გეოპოლიტიკური კონსტრუქციები. ეს რას ნიშნავს ახალი გეოპოლიტიკური კონსტრუქცია, ხო? აი რაღაცა შეიქმნა გეოპოლიტიკური ვაკუუმი, იქ არის რაღაცა
ეთნოკულტურული რაღაცა პატარა ჯგუფები ჩამოაცმევენ თავზე გეოპოლიტიკურ კონსტრუქციას, აი მაგალითად ყარსის რესპუბლიკა გავიხსენოთ, ხო? ანუ შექმნიან ჯუჯა ესეთ პროქსი სახელმწიფოებს, რათა ეს იყოს სხვადასხვა ძალის ცენტრებისთვის პლაცდარმები, ანუ ყველა ძალის ცენტრი ცდილობს რომ შეიქმნას პლაცდარმი სამხრეთ კავკასიის ახლო აღმოსავლეთში დასაყრდენი, რომ მე ამ პლაცდარმის მეშვეობით მან განახორციელოს მისთვის საჭირო გეოსტრატეგიული სულები და პოლიტიკა. ეს ერთი. ეხლა მეორე მთავარი ფაქტორი, ასეთ საშიშ გეოპოლიტიკურ ტურბულენციაში ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტია არავისგან. ასეთ დროს, როდესაც მიმდინარეობს მსოფლიო გლობალური ჯახი ძალის ცენტრებს შორის და ყველა გეოსტრატეგიული არეალი უშუალოდ ეს ჩვენი რეგიონი არის აფეთქებული, ასეთ დროს აი ეს ვაკუუმი და უსაფრთხოების ქოლქის გარეშე ყოფნა ჩვენთვის არის აი ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ჯერჯერობით ძალის ცენტრები აწონასწორებენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ მე დავწერე კიდევაც ამის შესახებ 2024 წელს რა ტენდენციებიც ვითარდებოდა ახლო აღმოსავლეთში, რომ ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ის საბედისწერო გადამწყვეტი დრო, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს ამოელევა ძალის ცენტრებს შორის ლავირების რესურსი, ის კი არა რომ მთავრობას გამოელია და უნდა არ უნდა რომ არა, სახელმწიფოს უნდა კონდეს შესაბამისი გეოპოლიტიკური ბერკეტი, შესაბამისი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს გარკვეული პარამეტრების მქონე სახელმწიფოს, რომ მან რეაგირება შეძლოს ასეთ საფრთხეებზე. ამიტომ მე ვამბობ, რომ აი ის საბედისწერო გადამწყვეტი დრო, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ აი ლავირების რესურსი ამოიწურა, აღარ არის ლავირების რესურსი, მით უმეტეს ახლა არის კიდე ძალიან საშიში ტენდენცია, რომ ძალის ცენტრები იწყებენ გაფართოებას, აი ტრამპი მოსვლისთანავე, როდესაც თქვა, რომ მჭირდება გრენლანდია, მჭირდება კანადა, დიახ, არსებულ ძალის პარადიგმაში მართლა ჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამყარო დაიყო სამ ნაწილად და ძალის ცენტრები ეს არის მოცემულობა, ტენდენცია, ვინც არ უნდა მოვიდეს ტრამპის ადგილას იგივეს გააკეთებს, რომ ძალის ცენტრები იწყებენ თავიანთი გეოპოლიტიკური პარამეტრების ზრდას. კერძოდ ტერიტორიული გაფართოების კუთხით. ამას ქალბატონსები ასე გამოდის, რომ როდესაც დაიწყება ეს მე ვთქვი, რომ რაც ახლა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში, სწორედ ეს პროცესი დაიწყო. ეს არ არის მხოლოდ ირანის ამბავი, ან ევრაზიის კონტინენტის, აი მოგერიების ამბავი თქვათ, ხო? ანუ ეს არის ის ძველი სტრატეგია, რაც არის ახალი ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ტრამპს სხვათა შორის ახსენა, როდესაც პაშინიანი და ალიევი თავისთან ყავდა დაბარებული. შემთხვევით არ იყო ეს. თვითონ ახლო აღმოსავლეთო. ვინც იცის ეს ახალი ახლო აღმოსავლეთი თქვათ, ხო? რომლის აი ერთ-ერთი ცნობილი სტატია 2007 წელს გამოვიდა სამხედრო ჟურნალში. რალფ პეტერსის ახალი ახლო აღმოსავლეთის სისხლიანი საზღვრები, სადაც იყო ახალი საზღვრები, დიდი ქურთისტანი, დიდი აზერბაიჯანი სხვათა შორის და სხვადასხვა კონფიგურაციები და მინდა ვთქვა, რომ ანგლოსაქსონები და ატლანტისტების ხედვით, რაც არის ახლო აღმოსავლეთის გადაფორმატირება, ჩვენ სასიკეთოდ არც ერთი არ არის. იქ ფსონი უფრო დადებულია დიდ აზერბაიჯანზე, ფსონი არის დადებული სომხეთზე, როგორც დასავლეთის ელიტების და ვატიკანის პროექტზე. ჩვენ გავიხსენოთ სერვის ხელშეკრულება, ხო, პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩვენ გავიხსენოთ აი ეს თურქული სარტყელი, რომელიც ფორმირდება ბრიტანულ-თურქული სარტყელი, ხო, დიდი თურანის. ანუ სამხრეთ კავკასიაში სამივე სახელმწიფო სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებთან ასოცირდება თავიანთი ცივილიზაციური და საქართველოს სადაც ასოცირდება? ბატონო, საქართველოს სადაც? საქართველო პირველ რიგში უნდა ასოცირდებოდეს თავის კულტურულ და გენეტიკურ კოდთან. ჩვენთვის სტრატეგიული ეს ასეც არის. ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანა არის ქართული ცნობიერების და ქრისტიანული მრწამსის სიწმინდის დაცვა. და აქედან გამომდინარე უნდა იყოს ჩვენი ნაბიჯებიც. ჩვენ ვერც თურქული სამყაროს წევრი გავხდებით დიდი თურანის და ვერც დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერც თქვათ მონოფიზიტური სამყაროს, რომელიც ვატიკანის უმცროსი სტატუსით არის მოგეხსენებათ და ვატიკანი დღევანდელ დღეს მოგეხსენებათ, რომ არის ინკლუზიური კაპიტალიზმის საბჭოს თავმჯდომარე და ინკლუზიური კაპიტალიზმი კიდე რაც არის ეს ცოტა სხვა თემაა. უდიდესი გლობალისტური პროექტი, სადაც არც პიროვნული თავისუფლება და არც სახელმწიფო თავისუფლება არ არსებობს. ამის შესახებ 3 თებერვალს მე და ბატონმა დავით ზარდიაშვილმა
ქალტონ იადანელიასთან ვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში და სამი თებერვლის გადაცემა ნახეთ სოფხედველობით და ცივილიზაციურ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც ამ ეპშტეინის მეებს შეეხებოდა. ასე რომ უსაფრთხოების ქოლგის გარეშე მე ვფიქრობ ჩვენ დიდხანს ვერ გავძლებთ. დღევანდელ დღეს საქართველოს მთავრობა ასე ვთქვათ, აი ამ ლავირების რესურსის აი გზაზე სწორ გეოპოლიტიკურ ცვლილებს აკეთებენ და აი მართლა ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენით ცდილობენ ბეწვის ხიდზე გავლას, მაგრამ იმედია რომ ჩვენ ქართულ ოცნებაზე არ აქვს საუბარი, აქ საუბარია სახელმწიფოზე, რომ ჩვენ მივხვდეთ, როდის დასრულდება ეს ლავირების რესურსი და როცა მოგვიწევს ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი და პირველი ისენი დესტრუქციის, ანუ როდესაც დაიწყება განსაკუთრებით აქ ჩვენთვის რეგიონალურ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის მოძრაობა 2024 წლის სირიის ომი მოვლენები გავიხსენოთ, როცა ჩრდილოეთ სირიაში შევიდა თურქეთი და იმის შემდეგ არის თავისი სამხედრო კონტინგენტით. ტრამპმა მაშინ თქვა, რომ ეს თურქეთის მრავალათასწლოვანი მის შედეგია ომისო, სურვილებისო და მისი სტრატეგიებისო. არ მგონი ხა ტრამპი ესე იყოს გაცნობიერებული ისტორიაში და იცოდეს, რომ სელჯუკები პირველი დაძრა სელჯუკების ან დასავლეთის თურქების შუა აზიიდან მოხდა მე-11 საუკუნის პირველ მესამედში და ცნობილია მათი პირველი შაჰის, მალიქ შაჰის სიტყვები, რომ დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა უკვე მთავრდება. ამიტომ მე მინდა რომ ერთი პატარა კითხვა მაინც დაგისვათ, ახლა თქვენ ძალიან იცი სიღრმეებში ლაპარაკობთ, მათაც დრო განსაზღვრავს ეს ფრაგმენტს, ამიტომ მოვდივარ მე მთლიანობითი ხედვით, ანუ ფრაგმენტულად ირანში ახლა რა ვერაფერს ვერ იტყვი ფრაგმენტულად, მთლიანობა ამას ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ეს არის გლობალური ჯახის, რასაც ქვია გლობალური აღმოსავლეთ საქართველო არის სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში დღესაც. და ესე იგი თავისი გეოპოლიტიკურ ესე იგი სტრატეგიაში თავისი ადგილი უნდა მოიპოვოს საქართველოს და ამისკენ მიდის ყველაფერი, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ისეთი სტატუსი და ჩვენ არ გვაქვს ის გეოპოლიტიკური ბერკეტები, რომ ჩვენ მოვიპოვოთ. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია, როცა დაიწყება გადაფარვა სტრატეგიების რუსეთის, ანგლოსაქსების, თურქების გადაფარვა, როცა დაიწყება, აი ამ გადაფარვის დროს სწორი გეოპოლიტიკური, ამაზე მეც ვეღარ ვიტყვი, სწორი გეოპოლიტიკური ნაბიჯები გადა, იმიტომ რომ ეს გადაფარვის პროცესი, სტრატეგიების გადაფარვის პროცესი უკვე დაწყებულია. და ჩვენერ სახელმწიფოებს კი არა, დიდ რეგიონალურ სახელმწიფოებს უდგათ გაქრობის საფრთხე. მაგალითად თურქეთსაც უდგას ეს გაქრობის საფრთხე. დაშლილი თურქეთიც არის. ამიტომ თურქეთმა ჯერ კიდევ 20 თებერვალში წარადგინა პარლამენტში წარადგინა ამაზე ბლუმბერგი წერდა, იგივე მიდლ ისტ აიწერდა, თურქია და სხვა ისინი, რომ პარლამენტში წარადგინეს პროექტი, რომ ირანში დესტაბილიზაციის შემთხვევაში, რომ ისინი შევლენ ირანის ტერიტორიაზე და მოაწყობენ ბუფერულ ზონას, რომ ქურთისტანი არ გააქტიურდეს და რომ თქვათ ტოლუების ნაკადი არ წავიდეს თურქეთისკენ და ეს არის პარლამენტში განიხილეს ეს გეგმა B, ასე ვთქვათ. ანუ წინსწრებით თავს იზღვევს თურქეთი, იმიტომ რომ იცის, რომ დესტრუქციის ტალღები მასაც დაარტყამს. ხაბადონსები ჩვენ უკვე რამდენიმე წუთი დაგვჭირდა და ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ მე აი ამ გეოსტრატეგიაში აფხაზეთი საქართველოში მოიაზრება თუ სხვაგან მოიაზრებთ ამ შემთხვევაში რუსეთთან თქვენ ეს საკე გადაცემის თემა მაგრამ არა თქვენი რამდენიმე სიტყვით ირანის აი იბოლოს აუცილებლად უნდა თქვა რომ ირანის სახელმწიფოს ერთიანობა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ირანის დაშლა ფრაგმენტაცია ეს ნიშნავს აი მთლიანად სამხრეთ კავკასიის არც რუსეთის ფრაგმენტაცია გვაწყობს ჩვენ არც ამ შემთხვევაში ირანზეა საუბარი სამხრეთ კავკასიისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ის სომხეთი მაგალითად სამხრეთ ნაწილს მომენტალურად დაკარგავს და ირანი და აზერბაიჯანი ჩვენს ქვემოთ შექმნიან სარტყელს და ჩვენ ფაქტურად თურქულ სამყაროს სარტყელში მოვიქცევით ეს ყისიერად მოხდება ანუ ჩვენთვის ძალიან დიდი იმის შემცველია მაგრამ რაც შეეხება აი თქვა რუსეთი ირანი ჩინეთის სტრატეგიული გეოეკონომიკური პროექტი რაც არის რუსეთის გასვლა ინდოეთის ოკეანეზე და ჩინეთის და ინდოეთის ტვირთების შემოსვლა
ირანის გავლით სამხრეთ კავკასია, რუსეთი, სამხრეთ კავკასია, ევროპა, ეს ევროპასაც აწყობს, სამხრეთ კავკასია, აფრიკა. ხო, აი ამ ლოჯისტიკურ ხაზში ჩრდილოეთ სამხრეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის ლოჯისტიკურ ხაზში გამოჩნდა ტენდენციები და წანამძღვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ამაზე მე დიდი ხანია უკვე ვსაუბრობ. ეს არის უბრალოდ მოცემულობა, რომელსაც სჭირდება სწორი, ცივი გათვლით და პრაგმატული გათვლით, სწორი გამოყენება, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ საოკეანო ტრასები ჩინეთს გადმოაქვს ხმელეთზე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იქ გარდაუვალია, ასე ვთქვათ, გამწვავება სიტუაციის ინდოწყნარი ოკეანის აუზში და ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლის იმაში წერდნენ ამერიკელები თავისი არსებობს 155 გვერდიანი დასკვნა კი არა, ანალიზი, რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ ამისთვის ჩინეთთან დატაკებისთვის. და გამომდინარე იქიდან რომ მათ საოკეანო ტრასები ხმელეთზე გამოაქვს და გამომდინარე იქიდან რომ არქტიკაც უკვე გეოპოლიტიკური დავის საკითხი გახდება და ანუ რუსეთი და ჩინეთი ასე ვთქვათ საზღვაო ცივილიზაცია წყლებიდან უტევენ მათ და შავ ზღვაში და კასპიის ზღვაშიც უკვე ჩვენ ვხედავთ რომ იქ დაძაბულობაა, იმიტომ რომ არის საუბარი ერთობლივი ბაზის გახსნაზე თურქეთის, აზერბაიჯანის და პაკისტანის ჩართულობით. მოკლედ ძალიან დაძაბული ის არის. აქედან გამომდინარე, აი ეს ჩრდილოეთ სამხრეთ და სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულება, რაც არის რუსეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის, ხდება აი გადამწყვეტი მნიშვნელობის. რუსები ამბობენ, რომ ჩვენთვის ამას აქვს თავარია ვინ გაიმარჯვებს, ამის ხმა გინდა, ხო? ეგზისტენციური მნიშვნელობა, ან სოფლიო მათთვის აი ეგზისტენციური მნიშვნელობის არის ეს ირანზე სამხრეთ კავკასია, ირანი, ინდოეთის ოკეანე, როგორც ჩრდილოეთ სამხრეთ, ასე ანუ ეს არის საუკუნის შანსი, ანუ ჩვენ მიხოთ პატარა ამიტომ არის სწორედ ამერიკა რო ჩაერია ამაში, ხო? თავარი არტერია და ეხლა ეს არის წმინდა ანუ ჩვენი ინტერესები ბევრი მიმართულებით თანხვედრია, იმიტომ რომ თურქული სამყარო აბსოლუტურად მიუღებელია დიდი თურანი თუ პანოსმალის ნებისმიერი პროექტი, რასაც ახლა ერდოღანი იმაშვება ჩვენთვის. გესმით, აქ უნდა ცივი გათვლა, პრაგმატული, იმიტომ რომ ახლა არის ესეთი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია. შეიძლება სხვა ეტაპზე სხვა კონფიგურაცია დაალაგდეს და ჩვენ საერთოდ აბსოლუტურად აღარ ვახსოვდეთ. თუმცა ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ სამხრეთ კავკასია დიდხანს დარჩება აქტუალური. აქედან გამომდინარე, მე ჩემს არაერთ გამოცემაში, აი რა ვიცი, გადაცემაში ვავითარებთ ამას, რომ ჩვენ თაობას არ აქვს უფლება, ჩვენ ეს ისტორიული ფანჯარა არ გამოვიყენოთ და ეს პოლიტიკური ინფანტილიზმი და პოლიტიკური რაღაცა მაქსიმალიზმი და ეს რაღაცა ეს ეგოცენტური აზროვნება ეს უნდა გადავდოთ გვერდზე, იმიტომ რომ აი ამ დიდი გადანაწილების შემდეგ რაც დადგინდება, ის მერე სამართლებრივად დამაგრდება. ჩვენ ასე დავკარგეთ და ამის შემდეგ აფხაზებით ქალბატონო სოფიკო, ამის შემდეგ აფხაზებით წამოვლენ ჩვენსკენ. დიდი მადლობა ქალბატონო სოფიკო. ეს მოკლედ აი დიახ, მოკლედ. გადაცემა იყო შევეცადე ყველაფერში. საკმაოდ გრძლად გამოგვივიდა საუბარი და დიდი მადლობა რომ თქვენაც ღრმად შეხვედით ამ პრობლემებში, ამ სიტუაციებში და მართლაც ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხომ ხედავთ, ცალ-ცალკე არც ერთი არა ვართ, არც აფხაზები, არც ქართველები და არც კიდევ სხვები. აი ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრების წინაშე ვდგევართ და ჩვენ არავინ არ იცით ეს ვულკანი როდის როგორ ამოხეთქავს, მით უმეტეს დაწყებულია ეს პროცესები და ეს პროცესები როგორ განვითარდება და როგორ გაგრძელდება, ამაცაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. და სხვათა შორის არ შეიძლება არ დაეთანხმო ქალბატონ სოფიკოს იმაში, რომ ჩვენ ეს მოთმინება კარგია, ჩვენ ინფანტილიზმი დამღუპელია, როგორც თქვენ ბრძანეთ. ამ შემთხვევაში და ჩვენ ცოტა სწორად უნდა ვიმჯელოთ, სწორად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ მოვხვდეთ ისეთ სიტუაციაში და ისეთ გარემოში მოვხვდეთ, სამხრეთი, ჩრდილოეთი და ჩრდილოეთი სამხრეთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ისეთ სიტუაციაში უნდა მოვხვდეთ, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები. ჩვენთვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობას რომ არაფერი არ დაემუქრება. ეს არის ყველაზე მთავარი. თორე ახლა მე სახელმწიფოებრიობა მთავარი და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ეს არის უპირველესი ამოცანა და უპირველესი მიზანი, რომელიც ჩვენი თაობის აზრი და ჩვენი თაობის მარტო მიზანი არ არის. ეს არის ჩვენ მომავალ თაობებს რას უტოვებთ, როგორ ქვეყანას უტოვებთ და უტოვებთ კი ჩვენ ქვეყანას თუ არ უტოვებთ ამ ქვეყანას. ამაში არის საქმე და მე ფიქრობ რომ აი ამ სიტუაციაში თუ კი ჩვენ მართლაც ყველაფერი ისეთნაირად გავთვალეთ და
თუ დროზე ჩვენი ადგილი ვიპოვეთ და ვიპოვეთ, მაგრამ ამ მოთმინებაში კიდევ სადღაც ჩვენი ნახეთ, ჩვენი ადგილი ნახეთ კი არა, აუცილებლად არის, არსებობს ეს ადგილი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის ეს ადგილი, სად არის ეს ადგილი და ესე იგი მე სხვათა შორის მე ძალიან მენიშნა თქვენი ნათქვამი, რომ აქ თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ეს ისეთი სამეულია აქ, რომ აქ ამ შემთხვევაში უკვე ამაში შედის ხომ ეს დიდი თურანის ასე ვთქვა. აზერბაიჯანი, ირანი არა. ირანი დიდი თურანი ეს აზერბაიჯანი და თურქეთი. რუსეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის, ანუ აი ეს დიდი თურანის პროექტი ბრიტანელების მიერ მართული, მაგათი ეგიდით ეს მაგრამ იმედია რომ დესტრუქციისთვის ამ სამი დიახ, ხალბატონო სოფიკო, იმედია რომ ამ პროექტს რეალიზაცია და ამ პროექტს განხორციელება არ უწერია და არც უნდა განხორციელდეს, მე ასე ვფიქრობ და ახლა სხვა როგორ ფიქრობთ, ეს უკვე მის საქმეა. ერთ რამესაც გეტყვით, რომ ანგლოსაქსების აი მაგათ სტრატეგიებს და თვითონ იმას რო გადახედო, იმდენად მიზანი კი არა მთავარი დიდი თურანი. ანუ განხორციელების გზაზე რო ააყიდაონ რეგიონები. თორე ეხა ევრაზიის კონტინენტზე რა თქმა უნდა თურქული სამყაროს დომინაციასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ, მაგრამ ეს არის მათთვის გეოპოლიტიკური ბერკეტი, გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. ზეგავლენის სფერო. რომ აი ეს დიდ არეალებზე მოახდინონ დესტრუქციული ესენი. ზეწოლა მოახდინონ და თავი ეს არის მათი ინტერესებს მოარგონ ეს სხვა ქვეყნების ინტერესები. დიდი მადლობა ქალბატონო სოფიკო, ასეთი საინტერესო და ასეთი ძირფეცვიანი საუბრისათვის. ძვირფასი ტელემაყურებლებო. მართლაც ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულად ვისაუბრეთ, ასე რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ ჩვენც და მთელი კავკასია და არა მარტო კავკასია, ახლო აღმოსავლეთი. და თქვენ ხედავთ, რომ უკვე ძალის პოლიტიკა უფრო წინა პლანზე არის წამოსული, აქ უკვე დიპლომატიური ურთიერთობები და დიპლომატიური პროცესები უკვე უკანა პლანზე იხევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი დაფიქრება და ძალიან დიდი ჭკუა გვმართებთ და თქვენ პირველ რიგში ჩემო ძვირფასო აფხაზებო, თქვენ ძალიან დიდი დაფიქრება გმართებთ. იმიტომ რომ საქართველოსთან ერთად მართლაც შეიძლება გადარჩეთ. საქართველოსთან ერთად უწერია აფხაზებს გადარჩენა და საქართველოს აფხაზებთან ერთად და პირიქით. მოდით ვიყოთ ერთად და ხვანედელ დღეზე ვიფიქროთ. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ქალბატონო სოფიკო. მადლობთ. კარგად ასეთი საინტერესო საუბრისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.